დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 11 იანვარი და დღეს ვიმყოფებით გერმანელების მიერ აშენებულ კიდევ ერთ სოფელში, რომელსაც დღესდღეობით ქვია ასურეთი, მაგრამ მე-19 საუკუნის დასაწყისში, პერიოდში, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ჩამოასახლა გერმანელი კოლონისტები, მაშინ იმ დროს ამ სოფელს დაარქვეს ელიზაბეტალი, ალექსანდრე პირველის ცოლის საპატივცემულოდ და მე მინდა ეხლა დღეს ერთად გავიაროთ ასურეთის აი ამ ლამაზ უბანში და ერთად დავათვალიეროთ გერმანელების მიერ აშენებული სახლები. აქ არის დარჩენილი გერმანელების სასაფლაო, მათ მიერ აშენებული ეკლესია და ჩვენ ერთად ეხლა გავიაროთ და დავათვალიეროთ ეს ლამაზი უბანი. ეს ერთ-ერთი სახლია, რომელშიც ახლა ადგილობრივი მოსახლე შემხვდა და მითხრა, რომ აი ამ სახლში ცხოვრობს გერმანელების შთამომავალი, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობდნენ. გაკეთებული აქვს პატარა სასტუმრო, ჩამოდიან ხოლმე გერმანელები, რჩებიან აი ამ სახლში. ვენახები აქვს გაშენებული ამ კაცს ეგერთი. ამ ქუჩას ქვია შვაბების ქუჩა. ვინაიდან შვაბი გერმანელები იყვნენ ჩამოსახლებულები. აბსოლუტურად იდენტურ ერთ სტილში ჰქონდათ აშენებული. ჩემ წინა ვიდეოში ბოლნისი გადავიღე, ბოლნისის გერმანელების მიერ აშენებული უბანი ბოლნისში, აი ზუსტად ასეთ სტილში იყო იქაც სახლები აშენებული. ეს სახლი უკვე დანგრევის პირას არის სამწუხაროდ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე 1941 წელს ყველა გერმანელი აქედან გადაასახლეს შუა აზიაში. შემდეგ ჩამოსახლდნენ აქ უკვე რაჭველები და დღესდღეობითაც ცხოვრობენ აი ამ სოფელში, რომელსაც ქვია ასურეთი. გერმანული სახლი. აი, ღვინის სახლი. ვიღაცა მეძახის. აქ მაინტერესებს ერთი შევიდე. ისაკ მეტა მაინტერესებს. თქობა სასტუმროს მაგვარი რაღაცა არის. მაგრამ ახლა ყველაფერი დაკეტილია. აქ არაფერი არ არის. აქ არაფერი არ არის.
აუ რა კარგად არის გაკეთებული. აი როგორი აშენებულია, ძველი აშენებულია. ძროხარი შემოსული აქა. აქ ძროხებს რა უნდა? გერმანული სახლი. ღვინის. ესეც გერმანელების მიერ აშენებული ეკლესია ლუთერანული, რომელსაც კომუნისტების დროს აი წვეტიანი გუმბათი მოშლილი ჰქონდა და რესტავრაციის დროს ისევ ძველებურ სტილში დაადგეს ამ ეკლესიას გუმბათი. რა ნახეთ ბესო? საიდან დამიძახეთო? კი, გავიგე, მაგრამ ვიხედებოდი მეთქი ვინ მეძახის, საიდან მეძახის. არის ასასვლელი იქ? აბა ავიდე ერთი. ხმა გავიგე, დანახვით ვერ დაგინახეთ. ხედავ, აი. ელიზაბეტალი. ასურეთი 1930-იან წლებში. აბა ავიდეთ ზევით. გუმბათზე. ამოვედით გუმბათზე. აქედან როგორ ჩანს აგერ სოფელი ასურეთი. აბა შევიდეთ ახლა გერმანელების სასაფლაო ნახოთ. ათას 906 წელს გარდაიცვალა. კაიზერი. და 929 წელს გარდაიცვალა. მიულერი.
იქით უკვე ქართული სასაფლაოა. იმედია ეს არის ადგილობრივი მოსახლე. დილამშვიდობის. თქვენ აქაური ბრძანდებით? აქაური სიძე ვარ, სიძე. ჩვენ გვაინტერესებს ეხა აი გერმანულის გადავიღეთ ქუჩა გერმანელების აშენებული სახლები და გვაინტერესებს ეხა აქ სადღაც ახლომახლოში უნდა იყოს გერმანელების მიერ აშენებული მარანი. ძველი მარანი, რომელიც მე როგორც ვიცი უკვე დანგრეულია და მაგის გადაღება მინდა მაინტერესებს. მაგის გადაღება როგორია? აქედან არის 6-7 კილომეტრზე დაბლა. ხო, აი როგორ უნდა ჩავიდეთ? აქედან აი რო ჩახვალო, ქვაფენილს რო გაყვებით. მერე პირდაპირ უნდა წახვიდეთ, აი ასფალტიან გზას მე მგავარ, ქალაქისკენ კი არ უნდა წახვიდეთ. კი ბატონო. პირდაპირ უნდა წახვიდეთ, წახვალ. იქ შეეკითხებთ უფრო დაგაკვალიანებენ იქა. ისე თუ იცით, არის რამე დარჩენილი მარანისგან? მარანისგან არაფერი არ არის, მარტო კედლები დარჩენილი, დანარჩენი სულ განადგურებულია. განადგურებულია, ხო? ხო, სულ ყველაფერი. და კიდე გერმანელებმა აშენეს, მე როგორც ვიცი, სოფელში ქათმის ფერმა. თუ იცით, აი სად არის? აი აქ ქათმის ფერმა, აქედან რო გახვალ, ხერმარცხი უნდა გაუხევთ და ჩანს პირდაპირ. ჩანს, ხო? კი, ახვალ ცოტა მე შეღმართში ახვალ რომ გადაიხედებით, მადარი სასტუმროსად მოაწყოთ და მადარი ქათმის ფერმა ასე უვალური ფორმის. ეხა ფუნქციონირებს, მათ თუ არაფერი ძველი. აიღო ის ადგილი, იმე რაღაცა. კერძოა, გაყიდულია, ხო? გასაგებია. 7 კილომეტრში სუმცირე. ხო, არა უშავს, ჩავალთ, ნახავთ, იმიტომ რომ ხო, ჩვენ რუსთავიდან ჩამოვედით, მაგის ანახავად და ეხა 7 კილომეტრი. ხელმარჯვნივ არის შენობა, რომ მართლა რომ აბანო იყო. მაგრამ ეს ეხლა ვისი ეგ შენობა, ვიღაცამ შეისყიდა, ხო ალბათ კერძო. თორე უკვე ის აღარ ფუნქციონირებს. დაკეტილია, ხო, ვერ შევალვენო. არა, ვერ შეხვალ, ვისიც არის, თუ კიდე მიგასწავლეთ იმასთან, მაგრამ დაკეტილია სულ ყველაფერი, ჩახსნეს სულ ყველაფერი, მოხსნეს, არ ფუნქციონირებს, თვითონ იყიდა რომ სახლად გამოიყენოს. აჰა, გასაგებია. გოგირდის აბანო იყო, აი სალამ ეს 99 წლის ამბავი და იწყებოდა. ისე წყალი ამოდის ნეტა, მან ადრე ხო ამოდიოდა წყალი და. საიდანაც მოდის ეს წყალი, სადაც გადმოდის წყალი, იქიდან მოდიოდა მილებით, მაგრამ ხო, გასაგებია. ყველაფერი წაიღეს და აღარ წყალი შემოდის, აღარაფერი. მადახლა მარტო არის, მარტო შენობა, რომელმაც ვინც იყიდა, იმას უნდა რომ ახლა თავისთვის კერძო სახლს ააშენებს თავისთვის. არა, ის შენობა არის, მაგრამ მე თვითონ გადატეხავს, გამოდიხავს შესulis და მეებს და სულ ყველაფერს მოაცილებს და უკვე აღარ ფუნქციონირებს. ხო. აი ეს არის. აი ბატონო, კარგად ზანდებოდეთ. აქ იყო გოგირდის აბანო. იმ პერიოდში, როდესაც გერმანელები ცხოვრობდნენ აქ, მაგრამ ეხლა როგორც გავიგე, როგორც გითხრა ადგილობრივმა მოსახლემ, ეს შენობა არის გაყიდული. ისე რაღაც დარჩენილებია. აბანოს აღჭურვილობა არის, რაღაცები დარჩენილია, რა თქმა უნდა, დაკეტილი იქნება. გოგირდის წყალი ჩამოდიოდა ზევით, მილებით. ის მილები განადგურებულია, შესაბამისად, აქამდე წყალი აღარ მოდის. და ადამიანმა, რომელმაც შეისყიდა, ალბათ რაღაცას გავაკეთებს აქ. ან კერძო სახლი იქნება, ან სხვა რამე დანიშნულება იქნება ამ სახლს. აი ამ მილებით შემოდიოდა აქ გოგირდის წყალი. ეგერ გოგირდის აბანოსთან მეორე მხარეს კარგი დიდი შენობა იყო. ეხლა ნაწილობრივ დანგრეულია. აქაც აშენდებოდა რაღაც საინტერესო. სინკარებია ჩამოღებული, ეგერ გვერდზე ალაგია.
მაგრამ ეხლა ნანგრევებია. ეხლა ჩვენ ვაგრძელებთ გზას, გვინდა ვნახოთ კიდე გერმანელების მიერ აშენებული მარანი იყო სოფელთან ახლოს, დაახლოებით 7 კილომეტრია სოფელი ასურეთიდან და გვინდა რომ ვნახოთ ეს მარანიც რა არის დარჩენილი მარანისგან. ეხლა მოვედით ჩვენ გერმანელების მიერ აშენებული მარანია სოფელი ასურეთიდან არის დაახლოებით 7 კილომეტრი. აქ მინდვრებზე ვენახები ჰქონდათ გაშენებული და მარანით შესაბამისად სოფლიდან მოშორებით იყო. ეს ეთყობა რომელიც არის ძველი აშენებული ეს ნაწილი შენობის როგორ ჩამონგრეულია შენობის სახურავი არ არის ეს ძველი კრამიტი ძალიან მაგარი მარანი იყო ეს და სამწუხაროდ როგორ დაშლილია. ეს როგორც ასურეთის მკვიდრმა ერთ-ერთმა გვითხრა, კერძო საკუთრება შეისყიდა ვიღაცამ და რაღაცის აშენებას აპირებს. ეს არის მარანი გერმანელების აშენებული დაახლოებით 200 წლის წინ, რომელიც ფაქტიურად დანგრეულია. აინტერესებს ერთი ეს კარები თუ აიღება და თუ აი თავარია თავში არაფერი დაგვეცეს. რა მაგარია, ნახე. აი აქედან ყრიდნენ ყურძენს სავარაუდოდ და გამოდიოდა მერე აი წვენი, ყურძნის წვენი. რამდენი ყურძნის ჩასაყრელი იყო. აი აი ქვევით გამოსასვლელი ქონდა სულ ყველა ყურძნის ჩასაყრელს იჭყლიტებოდა და გამოდიოდა წვენი. აქ მერე აყენებდნენ ღვინოს. აი რამდენი იყო. ძალიან დიდი მარანი იყო. როგორ არის გაპარტახებული. აფსუს ეს რო ყოფილიყო ეხა რესტავრირებული. ჩამოვიდოდნენ ტურისტები და ნახავდნენ როგორ აშენებდნენ 200 წლის წინ გერმანელები მარანს. ამ კარებს დავხურავ მერე ერთი აქ
აქაც მაინტერესებს. აუ რა გრანდიოზული შენობა იყო ეს. რამხელა მარანი იყო, უბრალოდ წარმოიდგინე რა. აქეთაც. ვა, ბესარიო. ბიჭო, რა მაგარი მარანი იყო, წარმოიდგინე. აი იქიდან უკნიდან არის ჩამოსასვლელი. აი ეს ძველი კიბე ხის. ლამაზი რიკულებით. სასწაული მარანი იყო აქ, სასწაული. რამხელა შენ, რამ სიმაღლე კედლებია, ხედავ ბესო. აქ რაღაცა დადიოდა, აი რაღაც. ახე როგორ არის რელსების მაგვარი რაღაცა, ეთყობა გააგორებდნენ, გამოაგორებდნენ, დატვირთავდნენ ყურძნით ან ღვინით და რამდენი სექტია? 1 2 3 ყურძნის ჩასაჭყლეტი როგორ არის გაკეთებული? აი ნახე, აი ესენი რაც ჩანს, აი ზევიდან არის ყურძნის ჩასაყრელი, ყურძნს ყრიდნენ და აქედან წვენი გამოდიოდა რა, ყურძნის. ეგ არის, პატარა ისინი ბაი. გამოსასვლელი. ხო. ზევიდან შენ არ ნახე, ზევიდან ჩანს რა. ნახე რამდენია, ხედავ. იქ დაშო ჯოფიც არიცაა დატოვებული, ნახე ძველი. ხო. ჩასაკეთე. ბიჭო, არაფერი ჩამოინგრეს და თავში არ დაგვეცეს. არა და ჩამოვარდნაზეა სულ. აი ნახე რამდენი იქითაც, აი, სულ ყურძნის ჩასაყრელებია. ასურეთს კი ნომერი. ნომერი 1 2 3 4 5 6 7 და რავი რამდენია. ზევიდან ჩანს ჩასაყრელი. კი, როგორ არა, ჩანს. ნახე. კი. მაიც ეკით არ წახვიდე რა, არ ჩამოინგრეს. წამო აქედან, მაქედან არ არის ზევით ასასვლელი. ეს გერმანელები 200 წლის წინ რომ ამხელა მაგარ რაღაცებს აშენებენ. ანუ მაგარი რა, აი ჭკვიანურად არის და ხარისხიანად არის ეტყობა რა, რომ გერმანულია დაბა. ხო. ეხლა რაღაც იზამენ. ეხლა სასწაულებს აკეთებ. რა არის დანგრეული, არაფერი არ ის ზევიდან არის დანგრეული რაღაც. ჭერია რა, ჩამონგრეული. აგერ იქ შედი, აი იქ შედი და იქ დაინახავ რა ყურძნის ჩასაყრელებს. აქეთ რა ხდება? ეხა მე მაინტერესებს.
აქ რა ხდება? მაგარი ბუხარი გაუკეთებიათ. სასწაული. აქ გამოვედით ისევ იქ. კაი, აქ არ შევიდეთ. ბესო, მოდი რა მაგარი ბუხარი უნდა განახო. აქედან გამოდის მე აქეთ. აქ რა ხდება? ეს კრამიტი ხო, ძველი კრამიტია. აი აქ რა მაგარი ბუხარია ნახე. ბუხარი? აი ეს არა ეს ალბათ ახალი აშენებული ბუხარია. ეს ახალია. აქ ის იყო დარბაზი. საკეთე. ხო და ეთყობა ჩაფიქრებული ქონდა ან რესტორნის ან რაღაცის გაკეთება. ანუ ეს ახალია. ამის პატრონს რა, ეს ახალია ხო და დაიწყო და უკვე აღარ დაასრულეს რა. არა და ძალიან მაგარი ის გამოვიდოდა აქ ბიჭო ან რესტორანი ან სასტუმრო გზაც რო გაკეთდეს მერე ცუდი გზა აქამდე მოსასვლელი ძალიან მაგარი ადგილია სიწყნარია ბუნებაში ხარ ვერ გაკაჩა ვერ გაიგებ რა მოხდა მაგრამ ეს ადგილი მე ძალიან მომეწონა რა, არა, აქ არ შემოსულა. ვაზი ნახე, სად იყო შემოსული და მოუჭრია ვიღაცას. აუ, ხედავ, რა მაგარი, საიდან იყო შემოსული ეს ვაზი? არა, შემოსული კი არ იყო, შემოიტანეს. ჩამოკიდეს და რაღაცას აკეთებდნენ რა. ხო, პროსტა გაფორმებას. გაფორმების ვარიანტი. და აღარ დასცალდა. სამწუხაროა. ძალიან მაგარი რაღაცა გამოვიდოდა აქ, მაგრამ გერმანელების მარანი არის ვაფშე გრანდიოზული რაღაც. აქედან გავალთ? ვერა ბიჭო. მოგვიებია საიდანაც მოვიდეთ, იქიდან გავიდეთ. არა, ეს ყურძენს რო ჩაწურავდნენ, იქ რანაირად წვენს იღებდნენ, ასხავდნენ რამეში თუ? ალბათ რა. ნუ ფაქტია რომ აშკარად ეგ იყო რა ყურძნის ჩასაყრელი იყო და ჩასაწური იყო და წვენსაც რაღაცას უშვებოდნენ კაცო ეგ მაგის მოფიქრება ახლა გერმანელებს არ გაუჭირდებოდათ ერთი სიტყვით ხო და ეს რო გაკეთდეს კიდე ხო მაგარი ჩაფიქრებაც კარგი იყო ახლა ამის პატრონმა კარგი რაღაცა ჩაიფიქრა აი ესეც რო განაახლოს ანუ როგორც იყო ძველებური გაკეთებული არაფერი რო არ შეცვალოს ეს იქნება ვაფშე ძალიან მაგარი. ხო, პროსტა კი არ ამუშავოს მარანი, პროსტა ის რა ხო, მუზეუმის პონჩი და ეს ახლა ეს იერი არის ძველი, ხო? ეს ძველია, ეს არის გერმანელების მიერ 200 წლის წინ დაახლოებით აშენებული ეს კედელი გადახურული ეგერ კრამიტით. აი, წახე. ხედავ. აწერია 1931 წელი ვინი პოდვალ კოლხოზა უსპეხ კომუნისტების უსპეხ ანუ წარმატების ისე კოლხოზი როგორ არის ქართულად
მეურნე კალთო. მეურნეობა, ხო. წავიდეთ. ეხლა მივდივართ სოფელ აბრამეთში. იქა ქვევით ხო? არიელია. აქედან გადახედე, მეგოს აჩვენებო. ახლა ამ სახში რავი ცხოვრობს ვინმე? ახალი მოგეთებულია. სოფელი ასურეთიდან დაახლოებით 17 კილომეტრში არის პატარა ქართული სოფელი, რომელსაც ქვია აბრამეთი და მოდით ახლა ერთად დავათვალიეროთ ეს სოფელი, ცხოვრობს თუ არა ხალხი, რა პირობებში ცხოვრობენ, როგორი გზა არის და ასე შემდეგ. აი სოფელში, აბრამეთში ზოგი სახლი აი ესეთია ნახევრად ჩამოშლილი. ზოგიც ასეთია, ეტყობა რომ აშენებულია კოხტას ლამაზად გაკეთებული. პატარა სოფელია. ცენტრალურ გზასთან არის ახლოს. დენი არის. აი ეს არის სოფელი აბრამეთი. სიწყნარია, სიმშვიდეა, სუფთა ჰაერი, ბუნება. ძალიან კარგ ადგილას არის. ზოგი სახლი გარემონტებულია, ზოგი მიტოვებულია და დაშლილია და დანგრეულია, როგორც ეს სახლი მაგალითად. გზა თვითონ სოფელში ჩვეულებრივი სოფლის გზა არის, მაგრამ სოფლამდე მოსასვლელი გზა ძალიან კარგი მარტივი გზა არის, ცენტრალურ გზასთან ახლოს არის. უბრალოდ ცოტა ხელშეწყობა უნდა სოფლის მოსახლეობას. სოფლები და რო არ გარბოდნენ, ადამიანი დასაქმებული რო იქნება სოფელში და სამუშაო რო იქნება, ის ქალაქში აღარ გაიქცევა, დარჩება სოფელში და სოფლის მეურნეობით გაიტანს თავს. სოფლის მეურნეობით შემოსავალიც ექნება და ნატურალურ სოფლის პროდუქციას გაუკეთებს რეალიზაციას. აგერ იქითაც პატარა სახლებია, ზოგი დაკეტილია, ბევრი სახლი დაკეტილია სხვათა შორის, იმიტომ რომ სოფელში ეხა ადამიანი რო დარჩეს და სოფელში რო იცხოვროს, რა უნდა გააკეთოს? პატარა კოხტა სოფელია, პატარა სახლებით. ზოგი იყენებს სახლებს ეხა რამოდენიმე დიდი სახლი ვნახე, რომელიც აგარაკებივით აქვს, როგორც აგარაკები, ისე იყენებენ. ზოგი ძველი სახლია, მიტოვებული. ეტყობა რომ არავინ დიდხანს აღარ ცხოვრობს, ეხა ამ სახლში ფანჯრები დამტროებულია. ეტყობა ამ სახლში არავინ არ ცხოვრობს, კარგი ხანია. კოხტა პატარა სახლია. კიდევ ერთი სახლი დაიწყო აშენება ადამიანმა ამ სახლის და ვეღარ აშენა და მიატოვა. ქვევითაც მიდის სოფელში ჩადის ეს გზა და გავუყვეთ ეხა გზას ვნახოთ ქვევითაც რა მდგომარეობაა. კიდევ ერთი სახლი სოფელ აბრამეთში.
ამ სახლშიც არავინ არ ცხოვრობს. არა და რა კარგ ადგილას არის და რა კოხტა სახლია. აი ზევითაც როგორ ჩანს. ახალი აშენებული სახლებიც არის და ძველი მიტოვებული სახლებიც. აი ახალი აშენებული რო არის, ისიც მიტოვებულია, მე მგონი, აი აგურით რო ნახე. წითელი აგური. შეიძლება ეს არის სოფელი აბრამეთი. ძალიან კარგ ადგილზეა. ზოგი ახალი აშენებული სახლია, კარგად გაკეთებული, ზოგიც მიტოვებულია როგორც ყველა სოფელში. ყველა სოფელს ისევე როგორც აბრამეთს თავისი სასაფლაოები აქვს და მე მაინტერესებს ამ სოფელში დაგვარის ხალხი ცხოვრობდა. გონდარიძე. გონდარიძეები. შელია. გონდარიძე. აფციაური. აფციაური. ესე იგი აფციაურები და ლონდარიძეები ცხოვრობდნენ. შეიძლება ცხოვრობენ კიდევაც სოფელ აბრამეთში. კიდე აფციაური. ეს წესი პატარა ეკლესია სამლოცველო უნდა იყოს. პატარა სამლოცველოა. სოფელი აბრამეთიდან წამოვედით ჩვენ მდინარე ალგეთისკენ. მდინარე ალგეთი არის გადასასვლელი ხიდი, იყო უпростоრად, ეხლა არის ჩანგრეული ხიდი და რომელიც გადადის სოფელ ვაკეში. და მეორე არის სოფელი გუდარეხი, ულამაზესი მამათა მონასტერი, შვენიერი ბუნება, ვართ ჩვენ მანდ ნამყოფები, ოღონდ იქით მხრიდან, თეთრი წყაროდან არის გადმოსახვევი და სამწუხაროდ ეს ხიდი არ არის განადგურებულია, ჩანგრეულია ფაქტიურად, ეტყობა წყალდიდობა იყო და წყალდიდობამ ჩაამტრია ეს ხიდი, კაიხანი ასია, სამწუხაროდ რომ არავინ გამოჩნდა ამ ხიდის აღმდგენი და გამკეთებელი და გზად შეხვდა კიდე რაღაც ძველი შენობები, შენობის ნანგრევები არის და ეს შენობის ნანგრევებიც მინდა ეხა გადავიღო და გაჩვენოთ. ასეთი ძველი შენობა ვნახეთ. მდინარე ალგეთამდე, ანუ სოფელი აბრამეთიდან ჩამოვდივართ მდინარის ნაპირისკენ, სადაც ასეთი უზარმაზარი შენობებია დარჩენილი.
ტრანსფორმატორია, მუშაობს. ძველი შენობებია. მეგობრებო, მართლა აზრი არა ვარ, რა შენობები იყო აქ. და თუ ვინმე მიცით, კომენტარში მომწერეთ, ძალიან მაინტერესებს. ესე იგი, მე მგონი კომუნისტების დროინდელი ნარჩენები არის, კომუნისტების დროს იყო აქ რაღაცა, ლამაზად გაკეთებული ბაღი იყო, ნაძვნარი. Qoxtat აშენებული შენობები, რომელიც ახლა დანგრეულია უპატრონობისგან და რამდენი ასეთი ადგილი ძალიან ბევრია, ასეთი მიტოვებული, მიგდებული, ადრე აშენებული, რომლებსაც რაღაც აგერ აქ ბესეტკა იყო, ქართულად როგორ არის ბესეტკა არ ვიცი, ეგერ აშენებული, ამაზად გაკეთებული, რომელიც ახლა არის განადგურებული. აქაც აი ეს დიდი შენობაც. რაღაც საცხოვრებელი კოტეჯები არის ეს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველა ეს დაშლილი სახლი ერთმანეთს გავს, კოტეჯების ფორმა აქვს რაღაც კოტეჯები იყო დასასვენებელი ადგილი იყო, ალბათ, ეგერ ჭიშკარი ბოქლომი კიადებს, აქეთ ხარეს, მაგრამ იქიდან ღიაა და ზოგადად სადაც ბოქლომი ადევს იმ ადგილებში მე არ შევდივარ. სადაც ღია, იქ ზეგი შესვლა შეიძლება. აი აქ შვენიერ ბუნებაში, ულამაზეს ბუნებაში იყო აქ ეს სახლები. მაგრამ ფუნქცია არანაირი აღარა აქვს. ხო? ტუალეტი იყო ალბათ, არა, ოთახი იყო. აქ იყო საპირფარეშო. და ჩამოდიოდნენ ხალხი დასასვენებლად. მთლიანი ეს ტერიტორია არის შემოღობილი, ძველი ღობია დარჩენილი გარშემო. აქ გზა იყო, აი აქაც გზა იყო სასეირნო ნაძვნარში. როგორ არის დანგრეული. ეს კიბე არ ჩავარდება, იმიტომ რომ სკინი შველერებით არის, მაგრამ აი ეს ფიცარი შეიძლება ჩავარდეს, ამიტომ აქ გავლა და ოთახებში შეხედვა ცოტას არ რისკო. იქითაც იქ ეთყობა, რომ ახალი ფანჯრებია ჩასმული, აბა მივიდეთ. ეს შენობები ან გარემონტებულია, ან თავიდან აშენებულია. ახალი შენობებია, ახალი კარფანჯარა აქვს. კარები არ აქვს, მაგრამ ახალი ფანჯრები აქვს, ვიღაცამ დაიწყო გაკეთება. ძალიან კარგი იქნება, აქვთ ამ ადგილს თუ გააცოცხლებენ, რაღაც ფუნქციას მისცემენ, რა დასასვენებელი იქნება. საფხუში ჩამოვა ადამიანი ოჯახით, დაისვენებს, შვენიერი ბუნება, ულამაზესი ადგილია. ძალიან კარგი ადგილია. დაუწყია ვიღაცას გაკეთება აშკარად და ალბათ ზამთარი როა შეჩერებულია ხ სამუშაოები და იმედია მარი გაგრძელდება და გააკეთებენ აქ რაღაცას.
გზა აქამდე ძალიან ცუდი მოსასვლელია, გზებსაც გააკეთებენ. გზა იქით მხრიდან კარგია. ყოველ შემთხვევაში ამ გზას ჯობია, ეხლა სოფლიდან რო ჩამოვედით, აბრამეთიდან აქამდე ძალიან ცუდი ჩამოსასვლელი გზა არის. ეს არ ვიცი, ბაბუ, ძველი შენობებია ეს, ალბათ კომუნისტების გარემონტებულია თუ ახალია? ახალია, ხო? ის ახალი აშენებული შენობებია. ვიღაცამ დაიწყო გაკეთება რაღაცის და იმედია დაასრულებენ და ძალიან მაგარი ადგილია ეს დასასვენებლად. კი. აი ბუხნარია. ტყეშია რა, აგე მდინარე, სუფთა ჰაერი. მე ძალიან მომეწონა ეს ადგილი და ხიდიც რო გაკეთდეს, ბაბუ, ხიდი ჩანგრეული. გაკეთდეს, ხო იქიდანაც იქნება. თეთრი წყაროდან მარტივად ნებისმიერი მანქანით ჩამოხვალ. ეხლა წავალ ხიდს გადავიღებ, რა მდგომარეობაშია. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ დღესდღეობით ეს ულამაზესი ადგილი და ტერიტორია არის ფუნქციის გარეშე დარჩენილი. ეს არის, ესე იგი, მდინარე ალგეთზე გადასასვლელი ხიდი, რომელიც ჩვენ ახლა ჩამოვედით სოფელ აბრამეთიდან. ეს ხიდი რო ყოფილიყო, მარტივად ძალიან მალე აქედან გადახვიდოდით თეთრწყაროში. ეხლა ამხელა წრე უნდა დაარტყან, ალგეთის წყალსაცავს უნდა შემოვარტყა წრე, რომ ჩახვიდე თეთრწყაროში. არა და რა უნდა ამ ხიდის გაკეთებას, პატრონი უნდა რა. ყველას და ყველაფერს ჭირდება ნორმალური პატრონი. ჩვენ ქვეყანას კიდე პატრონი როგორც ჩანს არ აქვს. სადაც ალია ახლა ხალხისთვის და ხიდების ასაშენებლად ჩვენი ქვეყნის პატრონს. ეხლა ჩვენ ეს ვიყავით სოფელ აბრამეთში. აბრამეთი გადავიღეთ და აბრამეთიდან წამოვედით თბილისის მიმართულებით და სოფელ ენაგეთში ამოვხვიეთ მარცხენა მხარეს. აი ეს სოფელი სოფელს რო გამოცდები ენაგეთს ზევით. გზა მიდის კიკეთისკენ და ცოტა ხანი გავჩერდით ეხლა ჩვენ გვაქვს ჩვენი ყველაფერი მოწყობილობები, მაგიდებს გავშლით, ცოტას ვისადილებთ და მოკლე გზა არის ენაგეთიდან კიკეთამდე და როგორი გზა არის, მაგასაც გაჩვენებთ ცოტა ხანში. ბესო ეგერ ამზადებს შეშას, წვადებს შევწვალთ, გავიშვენეთ ცოტა ხანი, ამინდი არის გადასარევი, ძალიან კარგი ამინდია. ბაბუც რაღაცებს ჩალიჩობს, მაგიდას აწყობს. ერთი ნახე ბესო რას აკეთებს. ბესო რავი ამზადებს აგერ. ეხლა წვადისთვის გამარჯობა. ეხლა მაგიდებს ავაწყობ და გაჩვენებთ როგორი მაგიდები გვაქვს. ერთი პატარა მაგიდა ავაწყეთ უკვე. მაგიდებს თავისი სკამები აქვს. და ძალიან კომფორტულია. საბარგულში ეტევა, კოხტად ყველაფერი. ხუთიცა გვაქვს, იმაში სულსაც ანოვაგებთ, საჭმელებს ვალაგებთ და ასე დავდივართ. ტყე და ტყე და ღრე. ესეც მაგიდა. სატო ეს ადგილი არ მოსწონს? ეს ადგილი არის საკმაოდ. იგავით. მობრუნება. არჩე დვიჟენიებში ვარ, რა? დვიჟენიებში. ასე. იყოს მაგლა ის იყოს. არა პრობლემა. იქ უნდა შეყუდება რაღაც. ხო. ასეთი მაგიდების კამები გვაქვს.
ადი. მოიცა ერთი ის გადავიღო ახლა მე. გამოქვაბულებს გადავიღებ. გამოქვაბულები. ბევრი არაფერი არ ჩანს, მაგრამ მაგარ ადგილზე კი ამოვიდეთ. ენაგეთიდან კიკეთამდე. Quoi. Très quoi. ის მოკლე გზა ხო არის, ობესო და ეს ცუდი გზა ხო არის. ეს არის. ამას გზა ქვია, ეხა ვითომ? სამხიდიანი ვიშკაპრობილდა სტატია. შვაში მოიქცია და გადა. არა გამხმარი თუ არა არის სულ გამხმარი ეთქობა კაკალია არა კაკალია კაკალია მოვედი ბიჭო იმ ეკლესიასთან